ოცნობი, ამოუხსნელი, დამალული, შემიღბული. X-კოდი რადიო იმედის ეთერში. საღამოშიბების საკითხი ხალხაბოდანამდე ბატონო როგორც კიდე დავუნდა რადიო იმედი ეს პირდაპირ ეთერში გადაცემა X-კოდი რომელიც მოსმენად შეგვიძლიათ ყოველ პარასკევს 7 საათიდან 9 საათამდე ჩვენი საუბრის თემა დღევანდელი მეტნაკლებად ესადაგება დღევანდელ ქალთა საერთაშორისო დღეს საგრებულ შემთხვევით კიდევ თქვენ როცა ყველა მანდელოსთან ამ დღესასწაულს დღეს თქვენ დღეს ბედნიერი ლამაზები და ჩვენ ვლაპარაკობთ იოან ლანგულას შესახებ რომელიც სავარაუდოდ იყო ქალბატონი და რომელმაც სავარაუდოდ ამას ხას უსვამს ბევრი ვერსია არსებობს და ჩვენ მას ვიხილავთ გახდა რომის პაპის ტახტის მმართველი დაახლოებით 2 წლის და 4 თვის განმავლობაში. ჩვენ საუბრობთ იმაზე, ყვებოდით ისტორიას, რომელიც მეტნაკლებად დაფუძნებულია იმ შანთანწერთა ცნობებზე, რომელიც ახლა მოიკვლიეს მეცნიერებმა და ვისაუბრეთ იმაზე, რომ იონა, ანუ აგნესა იონა თავის შეყვარებულთან ერთად მას შემდეგ რაც გამხილდა რომ ის არის ქალბატონი გოგონა მათ დატოვეს საქსონია ჩავიდნენ ჯერ ინგლისში, შემდეგ საფრანგეთში უკვე როგორც გითხარით, მან კვლავ ჩაიცვა მამაკაცის სამოსი, არამედ ერთადერთი რაც მას კარგად შეეძლო ის იყო მეტყველება და დისპუტებში მონაწილეობის მიღება და ამ დისპუტებით რა თქმა უნდა პურის პრუსას ესე უხეშად თქვას შეულებდა პირდაპირ გაგებით და მაგრამ ამავდროულად ის ძალიან დაწესებული იყო ცოდნას როგორც გითხარით გამოირჩეოდა არჩეულებრივი ორატორების ნიჭით კარგად ფლობდა სიტუაციას და შეეძლო დაიმშვიდობინა ნებისმიერი ესეთი რთული კონფლიქტური სიტუაცია და რა თქმა უნდა მაშინ ევროპაში ძალიან დიდი მიღწევა და დიდი გმირობა იყო მეთმედეს ქალბატონის მხრიდან და ასე მოკლედ ტულონიდან შემდგომ ისინი გაიგზავნენ უკვე ალექსანდრიაში, შემდეგ კი ათენში, სადაც ორივე ახალგაზრდა განდეგილი ცხოვრობდა, აგნესა ინტენსიურად ეწევა ფილოსოფიასა და თეოლოგიას, წარმატებით დაასრულა მან პრესტიჟული ფილოსოფიური სკოლა, აქტიურად მონაწილეობდა იქაც საჯარო დებატებში, რითაც ძალიან ბევრი ადამიანის ყურადღება მიიპყრო და ასე გრძელდებოდა, ასვიფრებდა ყველას თავისი ფიზიოლოგიური კიდეც რომ ფიზიკურად და ძალიან სიმპათიური იყო და თან საუბრის მანერაც ტემბრიც და ზოგადად ცოდნა ჰქონდა არაჩვეულებრივი. და ესე ნელ-ნელა მან რაღაცნაირად ფაქტობრივად თაყვანისმცემელთა რიგებიც კი მოიზიდა და მაგრამ მინდა გითხრათ რომ აი მის ხასიათზე მეტყველებს ის რომ მას არ ჰქონდა მაინც მიზნად დასახული გაეგრძელებინა სასულიერო კარიერა და არც ჰქონდა ეს თავხედული აზრი რომ გამხდარიყო რომის პაპი, მაგრამ სამაგიეროდ ასეთი დიდი, მაგრამ სამაგიეროდ ცოდნა არ გააჩნდა ასეთი ერუდიცია მის შეყვარება ახალგაზრდა ბერს, არამედ ჰქონდა მას ძალიან დიდი ამბიცია და იონას მასაუბრში ყოველთვის აცხადებდა, რომ ის აუცილებლად გადაგდებიან გახდებოდა რომის პაპი. რა თქმა უნდა, ეს ალბათ ახალგაზრდული რაღაცა თავისი ხელაღებულებით იყო გამოწვეული და რაღაც აზრი ამაში არ იყო, მაგრამ მალე ფორტუნა კვლავ შეცვალა იონას ბედი, მის შეყვარებულს მოულოდნელად შეეყარა ციება და ისტორიებს ამ ქვეყანას, ანუ გარდაიცვალება კვდება და თან მიაქვს იონა ლანგულას საიდუმლო. მარტივი წარმოსადგენია, როგორც განიცადა საყვარელი ადამიანის გარდაცვალება იონა აგნესამ, რომელმაც აი მის სიყვარულის გამო ასეთი შეიძლება ითქვას ჯანგმირული საქციელი ჩაიდინა, მან მიაგო გარდაცვალების ბოლო პაპი დამარხა და მის აფლავდა დაბო აღთქმა, რომ აუცილებლად ჩავიდოდა რომში და განახორციელებდა მის სურვილს და გახდებოდა რომის პაპი. ანუ ის რაც ვერ ჩაიფიქრა მან, თუნდაც ის თავხედური ამბობთ ესეთი კაცისთვისაც ესეთი რაღაცა ის იყო, რა ქვია, თავხედური გამოწვევა ფანტაზიაც კი. მაგრამ ქალისთვის მით უმეტეს. მაგრამ არსებობს კიდევ ერთი ვერსია, რომელს თანახმად იონა რომში ჩადის არა თავისი შეყვარებულის თხოვნის შესასრულებლად, არამედ მანამდე სანამ ჯერ კიდევ ცოცხალია, რადგან გრძნობს რომ რომის ერების ასპარეზია, სადაც მას შეუძლია თავისი ნიჭიერების სრული რეალიზება და დასწორებით რომში ჩასვლის ხდება მაცნობა, რომ მის ერთადერთი საყვარელი ადამიანი გარდაიცვალა, თუმცა მკვლევართა უმრავლესობა რომელსაც იონა პაპისა იონას რეალობას აღიარებს, სწორედ ამ პირველ ვერსიას უჭერს ხალხს, რომ ძალიან ლამაზი სიყვარულის ისტორია ბუნებრივია, მიზიდველია და მეგობრია, თუმცა ხდება ჯერ ამითად დასრულებულა ყველაფერი წინ გველოდება და რომში ჩნდება ნამდვილად ახალგაზრდა ბერი, ქადაგებელი, რომელიც ჩნდება არა ბავშვად მხოლოდ სამლოცველოებში და ეკლესიაში, არამედ
ჩება ქალაქში ყველაზე ბინძურ, ყველაზე ისეთი ხმაურიან ადგილას და იწყებს ქადაგებას და მოუწოდებს უზნეობაში და რაღაცნაირად შეიძლება ითქვას რბილად რომ თქვა მორალურ კრიზისში ჩათვლილ თანამოქალაქეებს სრულყოფისკენ რაღაცა ამაღლებულისკენ სულიერებისკენ და წარმოადგენს ნამდვილად დიდი გმირობა იყო იმ დროისთვის რამე თუ რომი იმპერიებში მართლა წარმოადგენდა რაღაცა დეგრადაციის რაღაცა საოცარ სახეს იმიტომ რომ ზოგადად შუა საუკუნეები ძალიან საინტერესოა და ჩვენ ერთგვარი სტერეოტიპი გვაქვს ჩამოყალიბებული შუა საუკუნეების მიმართ და ჩვენ გვექნება ალბათ ჩვენს გადაცემაში საშუალება იმისა რომ ამ ეპოქაში მოღვაწე საინტერესო პირების საიდუმლო დეტალების განხილვისას ეს ფონი რომელიც შუა საუკუნეების ცხოვრებას განსხვავდა და ეს რეალობა რაღაცნაირად წარმოაჩინეთ თქვენ მიხვდებით რომ აი სტერეოტიპი არც თუ ისე სწორია ანუ რამდენიმე ხოლმე რომ თუნდაც ეს აქაჯების და აქაჯთა თემა და კოცონზე ხალხის აზროვება ხდებოდა მხოლოდ იმიტომ რომ ისინი იყვნენ განმაკებლები ეს თუნჩენ ერთ-ერთ მომდენო გადაცემაში სწორედ ამაზე თუმცა მედი დაუბრუნდით ისე იონას რომელიც ჩავიდა რომში რომელიც ქადაგებს უკვე მიიპყრო ძალიან ბევრი საჭირო ადამიანის ბჭყალებში ყურადღება რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ არ იყო კარიერისტი მაგრამ ყოველ შემთხვევაში მისი ესეთი გზნობარება ესეთი ქადაგება არ დაჩა ყურადღების გარეშე მისი პიროვნები დაინტერესდნენ ზოგადად ვატიკანის კარზე და ეს ნელა თანდათანობით ხდება პრესტიჟულ თანამდებობაზე ენიშნება და ხდება რომის კირის ნოტარი. ნუ ეს დაახლოებით იგივე თანამედროვე სიტყვებით რომ თქვათ ის გახდა პაპის კაბინეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ან PR მენეჯერი საქმის მმართველი რომელსაც ევალებოდა პაპის სახელზე შემოსული თხოვნების მიმართობის სხვადასხვა წევრების გაცნობა ფინანსური საკითხების გადაწყვეტა და სხვადასხვა ქვეყნების სამეფო კართან დიპლომატიური კავშირების შენარჩუნება ან აღდგენა. ნუ ამის პარალელურად იონა მაინც არ ტოვებდა საშუალებას და თავის განსწავლებას და განათლებას კვლავ აღრმავებდა პლუს ამას მას ჰქონდა საშუალება თავის თანამდებობიდან გამომდინარე ესარგებლა ვატიკანის ბიბლიოთეკით ეს დღესაც კი აღუქმებული ოსნობა ბევრი სწავლასა და განათლებას მოწყობილი ახალგაზრდისთვის ბოლოს მცირე ხანში მათ დაიმსახურა საყოველთაო აღიარება და პაპის პირადი თანაშემწე გახდა და ეს წარმოიდგინე ძალიან ისეთი უბრალო ყოველგვარი პროტეჟეს ბუდიში ამიტომ რომ ვიხმარ ყოველგვარი ზემდგომი ბიზნეს და რაღაცა ესეთი მინდა ცუდი სიტყვა კრიშოვი ხმარ მაგრამ ყველაფერი თვითონ გააკეთა თავისი გონებით თავისი მიჭიერებით და თავისი ესე ვთქვათ წინდახედულებით. ნუ პაპალევ მეოთხე იმდენად აღქმევდა ახალგაზრდა ბევრი სერგულებით, ორატორობით და გონებით, რომ მისი პირადი ბრძანებით იონა ხდება კარდინალი, ესე წარმოუდგენელი რა ხდება, ნუ ქალი ხდება კარდინალი, თუმცა არავინ არ იცის რომ ის ქალი. ნუ როგორც ხედავთ ფანტაზიას მონოლა უკვე ხორცი ესხმება, ახლა ცოტა ხანში დაიწყება საინფორმაციო გამოშვება, მაგრამ მანამდე ერთი რამ მინდა გითხრათ, რომ მას ძალიან ბევრი მტერი გამოუჩნდა, ბუნებრივია, ვიღაცა უცნობი ახალგაზრდა ჩამოდის საფრანგეთიდან რომში და უეცრად ხდება ჯერ აი კანცელარიის საქმის მმართველი, შემდეგ კი პირადი მრჩეველი პაპისა, შემდეგ კარდინალი, რა თქმა უნდა მას ყიდა უამრავი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, აი მის ხასიათზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ მან შეძლო ამ მტრების გადაქცევა მის მეგობრებთან, ანუ იმდენად დიდი ორატორია ყველა მტერი მისი ფაქტობრივად შემდგომში გახდა მისი თანამოაზრე, თანამონაწილე და სწორედ მათი დასაყრდენი შემდგომში პაპის პოზზე არჩევნებში მონაწილეობის დროს სწორედ ამ ადამიანების გადაწყვეტით გახდა ის ავიდა ის პაპის ტახტზე. მოდით ახლა შევისწავლოთ უბრალოდ დაუთმობ რა საინფორმაციო გამოშვება, შემდეგ კი კვლავ დაბრუნდეთ ამ საინტერესო თემით რადიოების პირდაპირ ეთერში. მოვარგოთ X კოდი დაშიფრული X ფაილების გასახსნელად. X კოდი მიშა მიმინიშვილთან ერთად. მოგესალმებით კიდევ ერთხელ ქალბატონებო და ბატონებო, განსაკუთრებით ქალბატონებო ბუნებრივია და განვაგრძელოთ საუბარს იონა ლანგულას შესახებ, ანუ ადამიანზე, რომელიც საუბრობთ ქალბატონზე, რომელიც საუბრობთ პაპის ტახტის საჭიროებელი გახლდათ.
და ამ ვერსიის მეტაკლებობაზე საუბრობდით, თუმცა მიყოთ ისტორიას და ჩვენ შევჩერდით იმაზე, რომ ის დაინიშნა ლევ მეოთხის დროს, პაპი ლევ მეოთხის დროს საკმაოდ მის თამაშენцев და ამ დროს ხდება მოლოდინი რამ პაპა ლევ მეორე რატომაც რომელსაც აწუხებდა ქრონიკული რევმატიზმი, მან რატომაც გადაწყვიტა მესხი პეტრეს განსხვავებოდა და წყალზე გაევლო საიდან მოვიდა ესეთი აზრი. არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს მცდელობა წარუმატებლად დასრულდა და პაპა რომელიც ცივწყალში ჩავარდა რამდენიმე საათში გარდაიცვალა, ბუნებრივია და ერთი ვერსიის თანახმად მან სიკვდილის პირას მისულმა თავის უშუალო მემკვიდრედ დაასახელა იოანე, ხოლო მეორე ვერსიის თანახმად იოანემ თავად მოიპოვა სიკვდილი ძალიან რთული წინასაარჩევნო ბატალიებში მონაწილეობის შედეგად. ეს ყოველთვის ძალიან საინტერესო თორემ მიმდინარეობდა თურმე ეს ბატალიები, ანუ მინდა გითხრათ რომ მეიდნაბზე დადიოდნენ აი ამ კანდიდატის მომხრეები და არ იღებდნენ საარჩევნო ხმების მოსყიდვის არავითარ საშუალებას. ამ ზოგი ამბობს რომ ხალხს უნასპინძლებდნენ ღვინით, სიმპათიური ქალბატონები კი ხმის ნაცვლად ანაჩევს თავზებდნენ კოცნას, ან სხვა რამეს დააჩნია ხმას ალბათ. ასეთ ატმოსფეროში ამ კანდიდატის მომხრეები თავის რჩეულს ქებადიდებას ხასავდნენ და ასე შემდეგ და აი იოანეს პლუსი სწორედ იმაში იყო რომ ვარი თქვა პირდაპირ ამ ამორალურ ბრძოლაში მონაწილეობაზე ასეთი ფორმით და მისი მომხრეები რომელიც ადრე როგორც გითხარით მისი მომხრეები იყვნენ ისინი გამოვიდნენ ხალხში ყოველგვარი ასეთი ღვინისა და ფულის დამასწრება და ქალბატონების გარეშე დადგინდა უთხრა ჩვენ არაფერს არ გვიდებით ერთადერთს გეტყვით რომ პაპს არ ეყოლება არასოდეს ქარებხანა ვატიკანში ის მთელ თავის ქონებას გაგინაწილებთ თქვენ გახაგებთ და ასე შემდეგ მინდა თქვა რომ მან დიდი უპირატესობით მოიგო ეს ბრძოლა და საკმაოდ ძალიან ესეთი არა კიდევ ერთხელ ვამბობ რომ მას არ ქონდა აი მასალის თანახმად და საიდანაც ჩვენ აკრიფეთ განდელი ისტორია ანუ ეს არ იყო მისი მთავარი მიზანი რომ გავხდარიყო რომ ის პაპი არამედ მან რაღაცნაირად აი თავად მის დაუნებურად მოხდა ეს თუმცა მოდით გამოვზოთ რომ ამ თუ დრო ძალიან ცოტაგებ აბოლინდ იოანა მეორე მართლაც ბევრი რამ გააკეთა ან პაპის ტახტზე ყოფნისას მან მიიღო რამდენიმე მეტად საინტერესო ბულა აშენა რამდენიმე ტაძარი რამდენიმე ეპისკოპოსის ხელდასმოც მოახერხა და თავარია ის მის დროს არ დამწყა არავინ კოცონზე ანუ ინკვიზიციას არავის არ დაუჟია და არავინ ტანჯვით არ გადაცვლილა ინკვიზიციის დროს ინკვიზიციის ხელით იოანე ნერვის პაპობაზე აღსაყრდების დროს და ყოველ შემთხვევაში განვაგრძოთ ხობა რამე თუ ყოველთვის ბოლო ნაწილი ჩვენი გადაცემისა რაღაცნაირად რჩება მე მთავარი ფაქტები საუბრის მიღმა და აი ესე მიდიოდა ყველაფერი მე გითხრა 2 წელი და 4 თვე დაახლოებით იყო ის პაპის ტახტზე მაგრამ ამბობენ რომ აი ამ ფუფუნებამ ძალაუფლებამ ყურადღებამ ცოტა შეენელა მისი შრომის უნარიანობა და მგზნებარება და მე გითხრათ ის ყოველთვის ქადაგებდა ხოლმე ქუჩაში პაპების პირველ წლებშიც კი როგორც ეს საბუთი ამბობს ეს დოკუმენტი მეტყოლებს და ასე მას ამბობენ რომ მობეზრდა მე გაუთავებელი აუდიენსები ხალხმალობა და ხალხიანური და ასე შემდეგ ეს დასახლდა განმარტოებული დაბა ოსტიაში ზღვის პირას და მას ულიდა ამ დროს პირადი კამერგერი გადასული პაპა ლევ მეოთხის ბიძაშვილი ახალგაზრდა კაპელანი რომელსაც ჰქონდა უფლება პაპის საძინებელში შეღწევის დაერჩენა დღეს საიდუმლო იოანესი გაცხადა კაპელანმა საკუთარ თვალით იხილა რომ პაპი კაცი კი არა ქალია ზოგიერთი ვერსიის თანახმად მან დაიწყო პაპის შანტაჟი მე რას ვითხოვდა დონელის ანასვლად ახალგაზრდები პაპს უცნობია თუმცა ფაქტია რომ პაპესამ გადაწყვიტა ამ პრობლემის მოგვარება შეაფასა სიტუაცია და დაწუნდა საფრთხე როგორც ყოველთვის მიიღო საკმაოდ გონივრული გადაწყვეტილება ალბათ და მოხდინა აი ამ სიტუაციის ნეიტრალიზება იმით რომ ისევე როგორც აი პირველ შემთხვევაში თავის შეყარებულთან მან რაღაცნაირად მოახერხა ამ კაპელანის ცნობა რომელიც უკვე იცოდა რომ ის ქალი იყო და რაღაცნაირად უკვე ადამიანი რომელიც უკვე თვითონ შევიდა ისეთ სოდვაში რომლის გამო პაპთან ერთად მოხდებოდა კოცონზე რა თქმა უნდა ამის ნეიტრალიზება მოახდინა თუმცა არის მოსაზრება რომ მათ რა თქმა უნდა ჰქონდათ ესეთი პიკანტური ურთიერთობა თუმცა ეს ყველაფერი ხდებოდა ნებაყოფლობითი ურთიერთდახმებისა და სიყვარულის საფუძველზე ასე თუ ისე ფაქტი ერთია აგნესა იოანა დაფეხმძიმდა საინტერესო და ტრაგიკული ამ ისტორიის გაგრძელება ნამდვილად არის საინტერესო ისეთი ისტორია ნამდვილად
ამით არ არის გასაკვირი რომ ფილმის გადაიღეს და ბევრი წიგნი დაიწერა. მიუხედავად ყველაფრისა იქ იღებს მაინც გადაწყვეტილებას აგნესა იონა რომ შემარჩნოს ფეხბურთობა და სადმე ვითარებაში იმშობიაროს. რა თქმა უნდა ფეხბურთს უკეთებოდა ამის დასაფარავად ის ძალიან ბოტანსაც იცვოდა რაღაც ფართო სამოს იყენებდა ყველას ეუბნებოდა რომ ავათარი და რაღაცნაირ მურჩენი იყოს განმარტოებით თუმცა რა თქმა უნდა ამ დროს პაპის რეზიდენციაში აწყდება ხალხის ნაკადი და იმ დროს თითქოს ბუნებამაც ამ პაპისაც წინააღმდეგ დაიწყო ქმედება სამხრეთ იტალიაში გახშიგდა დამანგრეველი მიწისძვრები რაღაცნაირად ძალიან საოცარი პერიოდი ეს არის მისი პაპობის ეპოქას დაემთხვა ძალიან ბევრი ბუნებრივი კატაკლიზმები ზოგიერთ ხელნაწერში მაგალითად საუბარია რომ საფრანგეთის ზოგიერთ ტერიტორიაზე მოდიოდა სისხლიანი წვიმა რომლის ქუჩები გაივსო საშინელი სუნის მქონე კალიებით ამბობენ ჰაერი იმდენად იყო მოწამული რომ იღუპებოდა არა მხოლოდ საქონელი ცხოველები იღუპებოდნენ არამედ ადამიანებიც ევროპა ზოგადად მოიცვა ამ დროს მასობრივი პანიკა მძინვარებდა ეპიდემია მიწა არ იძლეოდა მოსავალ საქონელი ხოცებოდა მოკლედ საშინელი ამაზე უარესი დაუნდა ის ამაზე კოშმარი ფაქტობრივად ჯოჯოხეთი იყო ცოცხალი იმ პერიოდში და რა თქმა უნდა უკვე საუბრობენ ხმაურა იმაზე რომ ეს ვიღაცის ბრალია რომ ვიღაცა ზე და ფენაში რაღაცა ხდება ან დავუშვათ მაშინ არ მოხსენს ზუსტად ვინ იყო იტალიის ფაქტობრივი იურიდიული მმართველი თუმცა ყველაფერი რაღაცნაირად უკვე დაიწყო ეჭვი მის შესახებ რომ რაღაცა არ ხდება ისე როგორც საჭიროა სასულიერო ფენაშიც და აქედან გამომდინარე გასაგებია თუ რატომ იყო ხალხმრავლობა პაპის რეზიდენციასთან დღე მოხმებრეკი მიდნენ და ევედრებოდნენ და ვერ ხვდებოდნენ რატომ იყო გურილი თუმცა პაპს მაშინ თავისი პრობლემები ჰქონდა ბუნებრივია ხო და ხალხს სჭირდებოდა პაპი ან ისინი ითხოვდნენ პაპს და მართლაც ასეთი რა თქმა უნდა იოანამ ვერ შეძლო ვარის თქმა და წარმოიდგინეს სცენა დადგამისთვის საბედისწერო ნამდვილად დღე შემოწმებული თარიღსაც ასახელება 847 წლის 20 ნოემბერი პაპისა მისი ერთგული კამერგერისა და ორი კანონის თანხლებით გამოემართა წმინდა პეტრეს ტაძრიდან პაპის რეზიდენციისკენ უკვე აშკარად იყო რომ პაპი თავს შეუძლებდა ის ძალიან ძინეთ გადაადგილდებოდა კარდინალების დახმარებით და ძალიან ცხელოდაო ამბობენ ისინი მაგრამ პაპი მაინც იყო შემოსული რომ გრძელი და ბევრი სამოსიოცო ირგვლივით გამტვერი და როდესაც და ხო ამ სიტუაციას იზრდებოდა ძალიან გაუგებრად ბევრი ადამიანი რომლებიც ამ პაპისგან შვილას ითხოვდნენ ამიტომ თქვა რომ მათ ქონათ ერთგვარი წმენა ამ ადამიანისა 20,000 აჭერბებდა ადამიანთა რაოდენობა მოედაზე და როდესაც პროცესია შევიდა კოლიზიონისა და წმინდა კლიმენტის სახელობის ტაძარს შორის არსებულ ვიწრო ჩიხში მოხდა გაუგონარი რამ პაპი უცრად გაფიქრდა არაადამიანურად რაღაცა შეყვირა და მტვრიან ქუჩაზე დაინარცხა სახით და გონება დაკარგა მაგრამ ეს სამი დასრულებულა უცრად მის გასწვრივ გაჩნდა სისხლის უზარმაზარი გუბე რომელიც უფრო მატულობდა ხალხი ჯერ ვერ ხვდებოდა თავდაპირველად რეალურ მიზეზს იმისა თუ რა მოხდა მაგრამ ძალიან მალე ყველაფერი გაცხადა როდესაც სისხლის გუბეში მათ კმრად შობილი ჩვილი დაინახეს და ყველა მიხვდა რომ მათ მოსაყურებელმა პაპმა მათ უღალატა ამ ყოველ შემთხვევაში კი არ უღალატა საყურებელი პაპი კაცი კი არა ქალია და თადაც მშობიარე ქალი დიდი დაბილი წარმოსადგენია ალბათ თუ რა რისკვა დაატყდებოდა აგნესა იონას ხალხმა ყველა ქვეყნიერების ყველა უბედურების მიზეზად სწორედ პაპის ასეთი ტრანსფორმაცია მიიჩნია და როგორც ამბობენ ერთი ზოგიერთ საბუდის თანახმად ის ადგილზე ჩაკოლის ქვებით მეორე ვერსიის თანახმად ის იყო მშობიარობის ადგილ მეორე ვერსიის თანახმად ის ჯერ მოათავსეს ქალთა მონასტერში მოგვიანებით კი სიკვდილით დასაჯეს მთელი რომი კარგი ხნის განმავლობაში იყო შოკი ეს ძალიან დიდი შოკი იყო თუმცა კიდევ ერთხელ ამბობ რომ ოფიციალური ვატიკანი ამას უარყოფს ამაზე მოგვიანებით გეტყვით მაგრამ ყველაფერი აგრეთვე გვიან სრულდება მათ შორის ეს ემოცია და შოკი ხალხის აი ამ ბოლმამ და ამ რაღაცნაირად ამ გაუცებამ ემოციამ გაიარა და სიტუაციას უკვე სხვა თვალით შეხედა
ხალხმა მათ პაპში დაინახეს უბრალოდ ესეთი ქალბატონი, რომელიც იყო თავხედობა და შოკში ჩაიგდა მაშინდელი რაღაც კორუფციაში ჩართული ვატიკანი და მიუხედავად შეურაცხყოფისა, რომელიც იონა მათ რწმენას და გრძნობას მიაყენა, უბრალოდ ადამიანები მაინც იხსენებდნენ მის პაპობის დროს როგორც საუკეთესო პერიოდს ვატიკანის ისტორიაში, თუ როგორც გითხარით, სწორედ ამ პერიოდში გამოიცა რაღაც რამდენიმე ბულა, რომელიც მათ რაღაცა ცხოვრებას ეკონომიურ კუთხით რაღაცნაირად შვებას აძლევდა და რაღაც ინკვიზიციას არც ერთი ადამიანი ამ დროს არ დაუჭირდა. ვატიკანი ბურებელია, ყველგან შეეცადა, რათა ეს სკანდალი არ გახმაურებული იყო და როდესაც ამდენი გითხრათ, რომ ამბობენ, რომ სწორედ მადლიერების ნიშნად ხალხმა შეაგროვა ფული და პაპის ასწავლების ადგილზე ააგო პატარა სამლოცველო, მის შესაძლებლად კი განათავსა ქალბატონის სტატუა ჩვილით ხელში. ეს რამდენიმე საბუთში ეს დადასტურებულია, რომ ეს არის, თუმცა მე-16 საუკუნის დასასრულს პაპ სიქსტ მეხუთის შეებრძანების სტატუა განადგურეს და ტიბერში ჩაძირეს და მე იმას გამბობ, რომ დღესაც კი ვატიკანი ოფიციალურად ვიარყოფს ამ ფაქტს და მიიჩნევს, რომ ეს მხოლოდ ლეგენდა და ჩვენ ახლა არ დავიწყებთ კიდევ ერთხელ ამ პოლემიკაში ჩართვას, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არსებობენ ფაქტები, არსებობს წყარო ბერებისა, რომლებიც მე-19 საუკუნეში მოღვაწეობდნენ ამ ისტორიას როგორც რეალურად ასახებენ და არა როგორც ლეგენდას, ასევე არსებობს მონაცემების, სადაც აბოთი, სადაც საუბარია თვითმხილველები იყვებიან ეპისკოპოსების სხვადასხვა რომ მათ თავისი თვალით აღმონახით ამ პაპისას ქანდაკებები და ფრესკული წარწერა და კიდევ ერთი საინტერესო არგუმენტი ამ ფაქტის რეალობის დასადასტურება, თუმცა ჩვენ კიდევ ვთქვამთ, რომ ჩვენ არ გვაქვს მიზნად რაღაცა გარკვეული ვერსია, რომელსაც ჩვენ წარმოაჩენთ, მასზე მხარი დაუჭირო თქვენ თავს მოგვახილოთ, არამედ უბრალოდ ჩვენ არგუმენტია ძალიან საინტერესო, ამიტომ ვამბობ, ამ პაპიანა მერვის სკანდალის შემდეგ მომდევნო წელსვე კანდიდატები პაპის პოსტზე გადიოდნენ მეტად არასასიამოვნო პროცედურას, კერძოდ მათთვის იყო განზადებული მარმარილოს სავარძელი, რომელსაც ჰქონდა უკაცრავად საჯდომზე ამოკვეთილი ნახვეტი, ამით იკითხავთ ალბათ რატომ, იმიტომ რომ ამით უნდა დადასტურებული იყვნენ, რომ ამის პაპის კანდიდატი ნამდვილად კაცია და არა ქალი. მე რა თქმა უნდა ამას ასრულებდა სპეციალურად ამ მისისთვის არჩეული კარდინალი და მხოლოდ მისი დასტურის შემდეგ ხდებოდა რაღაცნაირად მისი დანიშნა ამ პოსტზე. კიდევ ერთხელ გეტყვით ამ ისტორიას მართებულობაზე დღესაც გრძელდება დავა კამათი, დღესაც ბევრი მკვლევარი იზიარებს ამას, მაგრამ ფაქტია, რომ მეტად საინტერესო ისტორია, საინტერესო ქალბატონი გახლდათ და თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ის რასაც თქვენ ისმენთ გადაცემაში X კოდი ვერსიას, რომელიც მეტნაკლებად რაღაც გარკვეული ალტერნატიული ვერსია იმ ოფიციალური წყაროების მიმართ არსებული, ანუ არის თავშეთ ოფიციალური ვერსია, მაგრამ არსებობს გარკვეული რაღაცა ნაკლებად მყარი არგუმენტებით შეკრებილი სხვა არგუმენტირებული ვერსია, მაგრამ დავიბედი ამის დაბაგები, იმიტომ რომ რაღაცნაირად ვერის თქმა მინდოდა გადაცემის ბოლოში, თუმცა როგორც ყოველთვის დრო არ რჩება. მადლობა მინდა გითხრათ ყველას ყურადღებისთვის, ვფიქრობ, რომ დღევანდელი გადაცემიდან თქვენ რაღაც გარკვეული ინფორმაცია თქვენთვის დაიმახსოვრეთ, შეიძლება კიდევ თქვა გეტყვით, რომ თქვენ თუ ვერ მიახერხებთ გადაცემის მოსმენა პირდაპირ თქვენ ძალიან მალე შეძლებთ მის ყველა გადაცემის მოსმენას და ნახვას დასრულებული ვერსიის ჩანაწერისა, თუ შეგძანებით ინტერნეტში და დაუნლოდებით გადაცემას X კოდიდან რადიო იმედი, კიდევ დიდი მადლობა და მომავალ პარასკევამდე ნახვამდის.